ასევე ჩვენ ვეხმარებით მათ, რომ ზუსტად გაიარონ ის მიღწევის ეტაპები იაშვილის თოთოდუას კლინიკაში, რაც მათ ჭირდებათ. ბავშვი როცა ჩამოდის რეგიონიდან და არ აქვს ასაკჩემი, ჩვენ შეუძლიათ თავიდან ბოლომდე ქიმიების პერიოდში ან სხვა დაცვითი თერაპიის პერიოდში თავიდან ბოლომდე ისხოვოთ და რა თქმა უნდა სასწავლო სრულიად და ამ პროცესს აფინანსებს კომიტეტი. სკოლის ბავშვებმა საახალწლო ბაზრობაზე გაკიდული ხელნაკეთი ნივთების შედეგად შეგროვებული თანხით გადაწყვეტ მოსულიყავით ბერი ანდრიას ფონდში და დავხმარებოდით მათ. ვესწრებოდით დავათვალეთ ბედნიერის სახლი და მოვისმინეთ ისტორია მისი დაარსების შესახებ. ფონდი ზრუნავს ლეიკემიით და სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე და მათ ოჯახებზე. მოხარულები ვართ, რომ წვრილი შევიტანეთ ამ კეთილ საქმეში, ერთად გადავარჩინოთ მეტი სიცოცხლე, სიკეთე უსასრულო. ძალიან მიხარია დღეს იუჯის სკოლის მოსწავლეები, თვითმმართველობა და ადმინისტრაციის წევრები გვესტუმრნენ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო არის ის, რომ ბავშვებს არ ავიწყდებათ თავიანთი თანატოლები და ცდილობენ, რომ სიცოცხლე გაულამაზონ და ის საჭიროებები, რაც ჩვენ აქ გვჭირდება ჩემი შვილობილებისათვის, ძალიან გულთან აქვთ ახლოს მიტანილი და უკვე მეორედ მოვიდნენ, გაგვახარეს და სწორედ იმაზე გააკეთეს აქცენტი, რაც ჩვენ მეტად გვჭირდებოდა დღეს ფონდში და ამისათვის უზომო მადლიერება მინდა გამოვხატო, ღმერთმა დალოცოს და გაახაროს თქვენი სკოლის ყველა მოსწავლე და ძალიან მიხარია, რომ ესეთი კარგ ახალგაზრდებს ზრდის თქვენი სკოლა, რომლებსაც გულთან ახლოს აქვთ მიტანილი ჩვენი ტკივილი და იციან, რომ მათ უნდა იზრუნონ თავიანთ თანატოლებს. ეს არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და უღრმესი მადლობა ამისთვის.